ვარ გულიკო შოშიტაშვილი, განათლებით ვარ ჟურნალისტი და მაქვს ჟურნალისტად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ვარ თეთრიწყაროელი, ორი შვილი მყავს და ჩემი შვილები თეთრიწყაროს მოიხსენიებდნენ ხოლმე, ის სოფელში მივდივართ და ძალიან გული მწყდებოდა, იმიტომ რომ ამ სოფელს დამაკნინებლად კი არა, ისე მოიხსენიებდნენ ხოლმე, როგორც აი რაღაცა განუვითარებელი პატარა საწყალი და გული მწყდებოდა, იმიტომ რომ თეთრიწყარო ძალიან მიყვარს და მე გავიზარდე ძალიან მხიარულ ფერად და ლამაზ ქალაქში და მე ვიფიქრე რაღაცა უნდა გავაკეთო იმისთვის თეთრიწყაროში რაღაცა სიცოცხლეს, რაღაცა ფერი შევმატო, რაღაცა ბგერა შევმატო და 2004 წელს ჩემ მეგობრებთან ერთად დავაარსე ორგანიზაცია თეთრიწყაროში, რომელიც იცავდა ადამიანის უფლებებს ადგილზე, ვისაც რა საჭიროება ჰქონდა. 2019 წლიდან თანამშრომლობ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან და ამ თანამშრომლობამ მომცა შესაძლებლობა კონცენტრირებულიყავი ქალების პრობლემებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ძალიან ღირებული ეტაპი, იმიტომ რომ ის იყო სრულიად ახალი საქმიანობა. ამ პროექტის მიზანი იყო ქალებისთვის მიგვეცა мотиваცია იმისთვის, რომ ისინი ყოფილიყვნენ ძლიერები, უფრო მეტი განათლება მიიღოთ, თვალსაჩინო გაეზარდათ, გაძლიერებულიყვნენ, ყოფილიყვნენ ძლიერი როგორც თავის ოჯახში, ისევე თავის წრეში და ისევე ქვეყანაში. სოფლად მცხოვრებ ქალებთან მუშაობა საინტერესო იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი იყო ეს ჩემ ცხოვრებაში, არამედ იმიტომაც, რომ როგორც სათემო მუშაკს და სათემო მუშაკის პოზიციაზე მუშაობდი აქ, უნდა მეპოვა ის თემა, ის მარცვალი, რაც გახდებოდა ამ ქალებისთვის мотиваტორი. და ეხლა ამას ვერ მოვიტანდი ჰაერიდან, ხო? იმიტომ რომ ეს мотиваტორი უნდა ყოფილიყო ნამდვილი და ღირებული და ჩემ თავშიც დავიწყე ძებნა, რა იქნებოდა ჩემთვის мотиваტორი იმისთვის, რომ მეც რაღაცა საქმიანობა დამეწყო. ჩემი ოჯახი დიდი ხანია მიყვება მიწათმოქმედებას, კერძოდ მამაჩემი თესავდა ხოლმე ხორბალს და მე იმ ხორბალს ვიყენებდი ცოტა სახლში, ცოტას მე წისქვილს ვაბარებდი და ეს აკეთებს თეთრიწყაროში ძალიან ბევრი ადამიანი და რომ დავფიქრდი, რატომ არ შეიძლება რომ ეს საქმიანობა იქცეს უფრო სიკეთის მომტანად, ვიდრე ახლა არის, ვიდრე თქვა მხოლოდ ქათმისთვის ხორბლის მოტანა, ხო? მამაჩემი 2007-ში გარდაიცვალა და მე ეს საქმიანობა გავაგრძელეთ მე და ჩემმა დამ და ჩემმა ოჯახმა. და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ქალების ბიზნესია. მე ვფიქრე, მოდით აბა ჩვენ თვითონ გავაკეთოთ აქედან ფქვილი, ავასინჯეთ ბევრ კულინარს, ეს არის სრულიად ნატურალური ფქვილი. მაშინ არ არის დამატებული აბსოლუტურად არაფერი, რასაც მაგალითად საწარმოო ფქვილში უმატებენ. ჩემთვის მთავარი მიზანი იყო შემექმნა რაღაცა ღირებული პროდუქტი და მე მგონია, რომ მოზილეთი ეს გამოვიდა კიდევაც. იმის გარდა, რომ პროგრამის მონაწილე ვარ და ფაქტობრივად ამ გაეროს ქალთა ფონდის ამ უდიდესი მხარდაჭერის გამავრცელებელი ვარ თეთრიწყაროში, ამის გარდა ვარ კიდევ ამ ქალებისთვის ესე ვთქვათ, მეგობარი და მხარდამჭერი. ძალიან მიხარია, რომ შევძელი, რომ ჩემი საქმიანობითაც შემიძლია მათ მაგალითი ვაჩვენო. ყველაზე დიდი მამოტივირებელი ადამიანებისთვის არის არა რაღაცა თეორიების მოყვანა, არამედ ცოცხალი მაგალითები და ხელშესახები მაგალითების გაკეთება და ამ ქალებისთვის, ამ ჯგუფებისთვის თავარი მხარდამჭერი ვარ, სწორედ აი ჩემი საქმიანობით და ეს ქალები არიან ჩემი მხარდამჭერები იმ ნიშნით, რომ ისინი არიან პირველი შემფასებლები ჩემი საქმიანობის. როგორც აი ამ ბიზნეს საქმიანობის, ასევე ჩემი მათთან ურთიერთობის შედეგს მაჩვენებს მე ის სიხარული და ის მზეები, რომელსაც მათ თვალებში ვხედავ, როცა ვნახულობ და ამაზე მეტი შედეგი და ამაზე მეტი შემოსავალი არ შეიძლება ადამიანმა ინატროს, როცა არის ადამიანების გულებს დათესილი სიკეთე. ქალებს მინდა უთხრა, რომ არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ მოვერევით, თუ კი გვჯერა ჩვენი თავის. პირველ რიგში უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, იმისთვის რომ ყველა დაბრკოლება გადავლახოთ, იმიტომ რომ ქალები ოჯახშიც, საზოგადოებაშიც და ქვეყანაშიც ვართ ბოლო ბასტიონი და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, ჩვენი ღირებულება და ჩვენი ფასი.